ვნახოთ სიტუაცია. ტურისტული სააგენტო ძალიან იაფი ტურებით. გამარჯობა, მობრძანდით, დაბრძანდით, გისმენთ. მადლობა. რით შემიძლია დაგეხმაროთ? ეს ტურისტული მამაციგუნია. დიახ. შვედიერი. გითხრას რომ იაფად გაქვს ძალიან კარგი ტურები და მაგიტომ მოვედით აქ. დიახ, სწორად მოხვედით. და მამაციგუნი რატო ქვია? იცით რა შეა საქმე, ჩვენ სადაც ვაგზავნით კონკრეტული ადგილებში, მამაციგულის გარეშე ნამდვილად ვერ იმოგზავრებთ. ამიტომ ესეც სახელწოდებით მამაციგული დავაქვით ჩვენს ტურისტულ კომპანიას. ვერ გავიგე, მაგრამ კაი. პარკი გნებავთ? პარკი რატომ უნდა გვინდოდეს? მარკეტში ხო არ ვართ? არა, ისიც როგორ არის, უბრალოდ ჩვენთან დადის კატეგორია, რომელსაც შეიძლება სამოგზაურო ჩანთა არ ქონდეს. ამიტომ პირდაპირ პარკს თავაზობთ. თუ გნებავთ, მაინც მივუწით. ჩემოდანი როგორ შეიძლება რომ ვინმეს არ ქონდეს? ჩემო კარგო, ჩემოდნის ფასები ალბათ იცით რომ შეიძლება ჩემოდანი 80 ლარი ღირდეს და ჩვენს მგზავრს არ ქონდეს იმის საშუალება, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ 80 ლარად ვუშვებთ ადამიანებს სამოგზაუროდ. აი ესეთი საოცარ ტურებს ვაკეთებთ. კი ბატონო, მოდი გავიაროთ ხო, რა გვინდა, სად გვინდა წასვლა და ასე შემდეგ. კარგი, რა მიმართულებით გინდა ტურით ან მე შევავსებ? აუ რავი, რაღაცა გასართობი ტური კარგი იქნებოდა. გასართობი ტური, კარგი. მაშინ მოდით იყოს კასპი. 3 დღე და მერე ხაშური 5 დღე, ძალიან კარგია. ეგ რომელი გასართობი ტურია და კასპი 3 დღე რა? ანუ იცით როგორ ხდება, კასპში 3 დღე იქნებით, იმიტომ რომ ცოტა მოიწყეთ, იმიტომ რომ განსაკუთრებული ისეთი არაფერი არ ხდება, მაგრამ აი ამ მოწყენილობის მერე უკვე გადავინაცვლებთ ხაშურში, სადაც უფრო აქტიურობა იქნება, უფრო მეტი ჩართულობა და გამოვა მშვენიერი ტური. მოწყენილობა, მერე უფრო აქტიურობა. აიმე, გამარჯობა, უდიდესი მადლობა ყველაფრისთვის. აი ძალიან მადლობელი ვარ და კმაყოფილი თქვენი მოსაყოფილი. დიდი მადლობა. აი ქალბატონი ნამდვილად. კარგად გინდა ძალიან გვიხარია. აი კიდე მინდა აუცილებლად თქვენთან თანამშრომლობა და თქვენი მომსახურება. ძალიან უბრალოდ ექიმი ზუსტ დიაგნოზს რო დამისვამს, მე აუცილებლად შემოგივლით ოპერაციის დასაგეგმად. უკაცრავად ვერ მიგიხვდით, ანუ რა ოპერაცია? ანუ ეს არის ტურისტული კომპანია მამაცი გული. მოგზაურობა. მოგზაურობა. ეს სადაზღვევო კომპანია არის. მარა ჩემო კარგო, სადაზღვევო იქით არის თუ შეიძლება იქით მივიძანდით რა. ეს არის სამოგზაურო. კარგით, გავაგზავნოთ, აბა სად გავჩერდით, ესე იგი კასპი გამოირიცხა, ხო? კასპი არ გვინდა. კარგი გვინდა რამე, აი რა შემოგთავაზებთ იაფი. მოდი მე შემოგთავაზებთ, აი ზედა ჭოკიაური, რომლის ფასი იწყება 3 ლარ 9-დან და 7 ლარამდე ადის. გააჩნია პაკეტს. ნახე ძალიან კარგია, ზედა ჭოკიაური. 7 ლარი რომ არ იყოს და რაღაც სხვა ფასი იყოს არ შეიძლება. შეგვიძლია რომ მეტი გადავიხადოთ. კი ბატონო, ერთი წუთით ძვირიან თქვენ თვითონ მოითხოვეთ, ანუ მაშინ ქვედა ჭოკიაური 7 ლარიდან იწყება და 10 ლარამდე ადის, ნუ პრაქტიკულად აორმაგებს ფასს. არა, რამე სხვა არ გაქვს უფრო ძვირიანი. სხვა გვინდა რამე. ერთი წუთით ვნახოთ. აი ძალიან კარგი ტური გვაქვს კახეთში, კერძოდ თოხლიაურში. თოხლიაური გეცოდინება თქვენ. თოხლიაური კაი უნდა. ძალიან კარგი ადგილმდებარეობითაც კი ბატონო. თოხლიაური რაღაცნაირია. ხო. არის რამე სანახავი? კი, რა თქმა უნდა, ძირითადად ხალხი ჩადის აბრის სანახავად, სადაც აწერია თოხლიაური, ორ ენაზე აწერია თოხლიაური და ასევე ინგლისურადაც აწერია. თოხლიაური ძალიან კარგი სანახაობაო, თვითონ 76 ლარიღის ჩასვლა და ჩამოსვლა. აუ, არა, აი რაღაცა სხვა, აი რამე სხვა რო იყოს არ შეიძლება? ასევე გვაქვს ნახეთ, ანუ თოხლიაური არ გინდათ? არა. კარგით, მოდი მაშინ გარდაბანი. გვაქვს კიდე ესეთი ვარიანტი. აი გარდაბანი არ ვიცი სადა. ისვენებს მათ ხალხი საერთოდ? რა თქმა უნდა, ძირითადად გარდაბნელები ისვენებენ, თორე როგორც ასეთი ტურისტი იქ არ ჩადის, მაგრამ სამაგიეროდ თქვენ პირველები იქნებით, ვინც გარდაბანში ჩავა და დაათვალიერებს აი ამ უზურფასეს და ულამაზეს სანახაობას. არა, ტურისტი თუ არ ჩადის, ანუ ჩვენ რა გვინდა მან თუ კაცრავად? ანუ ნახეთ გეთახმებით სრულად, უბრალოდ საქმე ისაა, რომ გარდაბნის ისტორიაში ჩაეწერებთ როგორც პირველი ტურისტი. ხომ ხდებით ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რომელიც მომავალთაობას გადაცემს გარდაბნის. პირველობა გვიყვარს, მაგრამ ცოტა უცნაურია. ანუ გარდაბანის სხვა გვინდა, აი რაღაცა ის სხვა რა, რამე ნორმალური. ანუ გარდაბანის გამოვრიცხოთ. კი ბატონო, კი ბატონო. ხაი სადგნებავთ ზოგადად დასვენება. რავი, ნებისმიერ ადგილას იყოს გერმანია, იტალია, საფრანგეთი, ავსტრია, არა, ნახეთ ახლა ნახებ ხედავ. გერმანია ამ ეტაპზე გამოვრიცხოთ, მოდი არ გიჩვენთ, იმიტომ რომ ახლა ხას იყო ევროპის თამაში და თქვენ სტადიონზე უამრავი ადამიანი დარბოდა და ცოტა ოფლისურია თვითონი, თავარი დაბინძურებული და ამიტომ არ გინდა მოდი ეს გერმანია იმასთან. ხო და კიდევ ნახოთ რა სამაგიეროდ შეგვიძლია შემოგთავაზოთ დაუწყარეთ დასვენება წნორში.
წნური ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, ტურში შედის ადგილამდე მისასვლელი გზის ჩვენება. ისე რაღაცნაირი მზერა გაქვთ, ანუ მივხვდი რომ არ მოგწონთ. კარგით. მაშინ მოდი ქვათახევში გვაქვს ძალიან იაფი და კარგი ტური. ქვათახევი მე მგონი იაფი უნდა იყოს, არა? კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ხო ძალიან იაფი ტურისტული ვართ, ხო და თუ გნებავთ შეიძინეთ, ნახეთ ძალიან კარგია. ან შემიძლია ასევე შემოგთავაზოთ ფონიჭალა. ნახეთ ფონიჭალა თვითონ. ქალბატონო, მე გადავებით მართლა თუ რა ხდება? ფონიჭალში რა გვინდა? მე მინდა რაღაცა ინგლისი, ავსტრალია რა. რა. მოგზაურობა გიდათ. კი, მინდა მოგზაურობა. ნახეთ ფონიჭალაში რომ ჩახვალთ, მანდ ისეთ რაღაცებს მიიღებთ, რომ სადაც გინდათ იქ იმოგზაურებთ, ვიხდი? ანუ ყველგანი მოგზაურებთ, ყველგანი ფრენთ. რამე განსხვავებული შემოგთავაზეთ, არ გვინდა ეს წონური და საგურა. კარგი, გვაქვს რენდომ ტურები. ანუ ავტობანზე მიქრის მანქანა, იღება კარი, თავზე წამოცმული გაქვთ მეშოკი და გაგდებენ რანდომ ადგილას. აი ესეთი თუ აუ, ეხლა ვცემ ამ ქალს რა. მართლა ვცემ შენ თავს პიცავა რა. კარგით, მაშინ შემოგთავაზებთ, მოდი, შემოგთავაზებთ ტურს აფრიკაში. ნახეთ აფრიკა. აფრიკა უკვე იდეალურია რა თქმა უნდა. არა, აფრიკა კარგია, უბრალოდ რავი რა, ისი შორის გამო მაინც არა, ნახეთ როგორ ხდება არა. აფრიკაში გზა ძალიან მოკლეა. მოსკოვის გამზირამდე გაყევით რამეს და იქიდან ყველაფერი ადის აფრიკაში, სადაც დაგხვდებათ 80-90 წლების თბილისი და ის ძველი ნოსტალგია და ძალიან სასიამოვნო ტური იქნება, იცი? ბოდიში. ეს სადმე მიყოლე ვერ გავიგე, ეს რანაირი კომპანიაა საერთოდ? რა გინდა ძვირფასო? რა მინდა ძვირფასო? მე მიესალმე იტალია, ევროპა მინდა ვნახოთ, სად გვიშვებს ეს ქალი? რა შემოგთავაზა ცუდი? შენ ხარ გააფრინე ბიჭო. სადღაც გვიშვებს ეს ქალი პირდაპირ. ტრაქტურები ფასებს ახლა ვაგეთყვით აუ, ეხლა ქალბატონო. მართლა ვცემ, გავხევ ამ ქალს, ეხლა ისე ხო, ვცემ. დამშვიდდი. კარგით, მაშინ მოდი ესე შევთანხმდეთ. თუ ეს ყველაფერი არ მოგწონთ, ჩემი შემოთავაზებული, მაშინ ბოლო ვარიანტ შემოგთავაზებ თუ შეიძლება. გისმენთ. ვაჟა-ფშაველას 32-აში. ქალბატონო, თქვენ მართლა ნორმალური ხართ, ვაჟა-ფშაველაზე დავისწვენო მე? არა, ნახეთ, იქ არის, კი არ უნდა დაისვენოთ, იქ არის ერთ-ერთი ესეთი ძვირიანი ტურისტული და იმათ აქვს კარგი ტურები და შემიძლია იქ მოსაცდელში დაგიჯავშნეთ სკამები. კარგით იქ წავალთ. კარგი, წავალთ. თითოზე 53 ლარი გექნებათ ჯავშნის საკომისიო გადასახდელი და თუ შეიძლება რომ სალონში გადაიხადოთ. დიდი მადლობა. ხო, კარგი, წარმატებული მგზავრობა. აი ეს დებილობებში აღარასდროს აღარ მე რა მომიყვანა. შუაში ვარ? ვითომ კომპანია და ვითომ იცის რაღაც. ნახოთ ძალიან საინტერესო სიტუაცია. ცოლმა ახალი ავტომობილი იყიდა განვადებით, მაშინ როცა ქმარს ხელფასი სულ რაღაც 500 ლარი აქვს. მოხვედი ძვირფასო? აი მე რა კაია. ძალიან დავიღალე რა. აი ახლა ისეთ ამბავს გეტყვი, ეგ დაღლა უცბად დაგავიწყდება და ჩიტივით იქნები წამოხტები. რა ამბობს? რა ამბავს? მე ვიცი. მე ვიცი. აბა? ხორციანი საჭმელი გააკეთე? არა, ბორში გვაქვს ისევ იმას გაგიცხენებ. სხვა ხო თხოვე რა მე იყიდე მეთქი კაცო. რაიმე ვიყიდე. რა იყიდე? ვიყიდე რა, უფრო განვადება გავაკეთე. ეხა არ გამაგიჯო, რისი განმოდება გააკეთე? აბა თუ გამოიცნობ, რისი გასაღები მაქვს? მენახე? სარდაფის გასაღები რო დავკარგეთ, ეგ იპოვე? არა, სარდაფის გასაღები მოძრავი ნივთია. მოძრავი ნივთია? იქიდან გამომდინარე რომ მე მაქვს 500 ლარი, ფიზიკურად მოძრავი ნივთი ვერ შევწდებოდი მოძრავ ნივთს, სკუტერი ხო არ იყიდე პატარა? პატარა სკუტერი არა. მაშინ დიდი სკუტერი, ოდნავ დიდი ან ველოსიპედი? არა. 4 ბორბალი აქვს. ცხენი? რა ცხენი ბიჭო? 4 ბორბალი აქვს მეთქი, 4 ბორბალი. 4 ჩემი ხელფასიდან გამომდინარე, ვინაიდან მე 500 ლარი მაქვს ხელფასი, ფიზიკურად 4 ბორბლიანი ვერაფერს ვერ შევწდებით 4 ბორბლიანს. რა შეიძლება იყოს? მითხარი რა. აუ, ვერ გამოისანი და მაშინ მეგეტყვი. მიდი. მანქანა ვიყიდე, განვადება გავაკეთე 38 წელზე, უნდა გადავიხადოთ ყოველთვე 485 ლარი გილოცა. გოგო, შენ სულ გააფრინე რა განმადება გააკეთე რა მანქანა 485 ლარი რო ვიხადოთ, სულ 500 ლარი მაქვს ხელფასი. მოიმე ხო გითხარი უკვე დავთვალე ყველაფერი გავანაწილე. მაგიტომ გადავანაწილე 38 წელზე სესხი. დიდი არაფრის გადახდა არ მოგვიწევს. შენ სულ გარეკე გოგო. რა დიდი არაფრის გადახდა არ მოგვიწევს, ვერ ხარ? რა გინდა?
რა მე რა მინდა კიდე? საჭმლის ფული არ გვაქვს. ვაიმე საჭმლის ფული როგორ არ გვაქვს? ხო გითხარი, კარგად დავთვალეთ ხო? 500 ლარი ხო გაქვს ხელფასი? ეს თლიანად სესხში კი არ მიდის. 485 ლარი მიდის, 15 ლარი ხო გრჩება. გამოვიან გარიშე ყველაფერი 15 ლარი, ესე იგი თვეში ცოტა შენ გაიჭურებ, ცოტას მე გავიჭურებ, პურსში 15 ლარი გვეყოფა. ხო, აი 15 ლარი, ყოჩაღ, რა მაგარი სახარჯო ფული გრჩება? ხო ძალიან მაგარია. არ ვიცი, შენგან რაღაც უნდა დედოდო, აღარ ვიცი. კარგი რა მანქანა გვჭირდებოდა ეხა შენ თვითონაც თქვი რა. ყველა ჩემ მეგობარს ყავს და სელფებს იღებენ ხან მანქანასთან, ხან მანქანაში მეც მინდოდა მე მარტო სარეცხის მანქანასთან მაქვს სელფები. აი, სხვათა შორის მაგ სარეცხის მანქანის სესხს დღემდე ვიხდი. ვაიმე რა გაწუწუნებს მე რა მოხდა? გადაიხდი ამასაც. როგორი მარტივია. არ გაინტერესებს რა მანქანა? რა მანქანა? მიდი გამოიცან. Opel Corsa. არა, უფრო ახალი. Opel Corsa ახალი. არა, უფრო ახალი. Toyota Prius 2008-იანი. Toyota დატოვე და მოდელი შეცვალე. Toyota Corolla 2016-იანი. არა, Toyota Prado 2024 წლიანი. წყალი მომიტანიც და. ვაიმე დათუნა ფერი დაკარგე. დათუნა ფერი უციროდის დავკარგე? აი მაშინ სისხლის ბანკში რომ ვიყავით წათრეული რომ განმადების ფული ვერ შევკარი და იქ სისხლიო ჩავაბარე 9 ლიტრა, მაშინ დავკარგე ფერი და ეხლა დავკარგე ყველაფერი. ვაგეთი ხარ შენ არ გიხარია ჩემი წისვლა მანქანის ყიდვაში კი არ არის საქმე. შენ არ გიხარია ჩემი წისვლა და წარმატებები. 100 კილომეტრზე 23 ლიტრს დაწოვს მინიმუმ. შენი წისვლა რა შუაშია? აუ საწვავი რა პრობლემაა საერთოდ? დავთვალე და საწვავი სულ რო ვერ ჩავასხათ და ვერ ვიყიდოთ. ვაიმე ეზოში იყოს ეს მანქანა და იცი რა მაგარია დაღლილი რომ მოხვალ და აიბნიდან გადაიხედები და დაინახავ აი სულიერად დამშვიდდები. და საერთოდ ამბობე რომ ეს მოდელი რაც მე ვიყიდე, აი ერთგვარი თერაპიაა რო უყურებ ხო მაგარია? მაგარი თერაპიაა ძა. უყურეთ ხოლმე. არ მაინტერესებს ეხლავე. აეთრიე და დააბრუნე ეგ მანქანა. არ დავაბრუნებ დათუნა, არ დავაბრუნებ, თან უკვე ნახმარია და $5,000 მინუსი დააკმება თანხას. არ არსებობს, არ დავაბრუნებ. ანა, შენ საყვარელი ხომ არ ყავს? არა, ნუდნური. სხვა გაგებით გითხარი, მეთქი საყვარელი თუ ყავს, კარგია თქო, პირიქით რომ გადახდაში დამეხმარება. რა სისულელებს ნუ ამობ გესმის? შუმერების დედა შუმერები რა შუაშია რა შუაშია და პირველად მაგათმა გამოიყენეს ბორბალი და იმის მერე შეეჩვიეთ თქვენ ამ მანქანებს და რაღაცეებს. აუ კარგი რა მანქანა მართლა საჭიროა. თან აი ის აი ცოლქმარმა როგორ ვერ უნდა გადავიხადოთ ეს ერთი სესხი. 485 ლარი 38 წელზე. სახარჯო ფული 15 ლარი. აი როგორ ვერ უნდა გადავიხადოთ ცოლქმარმა გადავიხადოთ. გოგო ლიფტის ფული ვერ გადამიხდია იმ ქალს ემალები რომ არ მინდა რომ შემხვდეს და ამას როგორ გადავიხდი? აიმე რა წუწურაკი ხარ დათუნა წუწურაკი. წუწურაკი ვარ ხო? დიახ. მე თუ წუწურაკი ვარ, შენ ხარ პროქტოლოგი. პროქტოლოგი რა შუაშია ახლა? რა შუაშია და გადახდის დრო რომ მოვა მაგ ფულს გამოვიძრობ ნახავ. რა გინდა მართლა რა ერთი მანქანა ოჯახში საჭიროა დათუნა. ერთი მარა ხელა ერთი. აი რა გინდა უბრალოდ აი მეზობლებს გაუსკადება და გული რო ნახავენ. მე უფალო რატომ მიჯდება მეზობლის გულის შეტევა $80,000? მე რა მოხდა მე ვერ გავიგე. სამსახურში რომ მიგიყვან ხოლმე დილით ლამაზად? რომ მიმიყვან ხოლმე, ხო? ავტობუსით აღარ ივლი. ავტობუსით სიარული სხვათა შორის 20 თეთრი მიჯდება ერთი თვე და ამით როვია რომ ერთი მისვლა მინიმუმ 20 ლარი უნდა დამიჯდეს. აი მე რა მანქანით მიგიყვან და რა ქალი მიგიყვანს? და ესე იტყვიან რომ მიმიყვანით. რა სიტყვიან? შენზე ილაპარაკებს ყველა. ხო და მაგას ვიძახდი მეც. ყველა იტყვის რომ ეს ცოლმა მოიყვანა. მე რა. ანუ შენ იჯდე მაინც და მაინც მაგ საჭესთან თან? ხო რა მოხდა? ადიქ მიდი unboxing-ი გავაკეთოთ მანქანის და ვიდეო გადავიღოთ. აი პარკები უნდა ავაძრო. აი მაგის მუღამები მქონდა მთელი ცხოვრება. ხო. ბანკი გადავაგდოთ. რა ბანკი გადავაგდოთ? გადავიხდით თქო გითხარი. რანაირად უნდა გადავაგდოთ ბანკი და გიყადაღებენ ყველაფერს საერთოდ. ჩემს არც მანქანას დამიყადაღებენ? ხო, განვე მაშინ არ სისხლი გადავაგდოთ ჩავაბარე. ბანკი. ტყუილად ჩავაბარე სისხლი. სისხლით ჩაბარებული მე. წამ ავახიო და მაინც მაგარია. მე გავკაცრო. ხო, კაი.
ნახოთ სიტუაცია. TikTokeri მძარცველები. მოგესალმებით, ჩემო ერთგულო გამომწერებო, როგორც მოგეხსენებათ წინა ვიდეოს კომენტარებში ჩვენმა გამომწერებმა დაგვიწერა, რომ იქნებ რამე ბაითი გაძარცვეთო. ხო და აი როგორც დაგპირდით, ჩვენ ეხლა ვიმყოფებით ერთ-ერთ სახლში და ვაპირებთ რომ გავძარცვოთ ეს სახლი. მაგრამ სახლის გატეხვას დავიწყებთ მაშინ, როცა ჩვენი მაყურებლის რაოდენობა ლაივში 100-ზე ავა. მადლობა გიო 777 მატარებელი რომ დაგვირტყი. შენ ხარ ჩვენი მოტივატორი. აი კომენტარებსაც გვიწერენ უკვე რა კარგია. კირჩიპა 12 გვწერს. ეგ ბაითი ჩვენი ნაკოლია და დროზე მაკედანო. რაო? ესა. ლერი და კირჩას 12-ს უპასუხო რომ ჩემო კარგო, ნაკოლი დასწრებაზეა და ზოგადად ამ ბაითს უსატყავებთ ნახევარი წელია და ეხლა ჩემი ლაივიდან ავიდე, გაიგე ბიჭო? აუ, კაი რა დათუნა, countdown. რაღაცა იქნება lockdown. ახ ჩემი რა. მოდი ეხლა TikTok-ები გადავიდეთ რა რამე რა. ხალხი გაერთოს, ახლა მარტო გადართო ძალიან ისეთი თემაა რა. აუ, იცი რა არის, ძალიან ხმაურს ხარ გამოვიწევთ. რა ვიცი, მოდი რამე იცი როგორი ტრენდი გადავიღოთ საერთოდაც. აბა. ხმარო არის მოდეს, ანუ ისეთი თემა რა. მოდი ვაფშე მაცივარი გამოაღე ეხლა შენ და თუ ნაპოლეონი დაგვხდება მაცივარში, ჭამი დარბაიძესავით. აუ, არა ბიჭო. ეგ უფრო ხმაურიანია, 3 კილომეტრში ისმის პირის კლაპუნი და არ გვინდა რა. უფრო გაიღვიდე, ისევ TikTok-ები ჯობს. კარგი ხო. ისე ვის სახლია მე. ჩვენ აქ ვართ. თაკო, ნეტა ვის სახლია ის ეს? რა შეგინტერესებს? არ ვიცი. ანუ რა შემოინტერესებს და თუ რამე გავაპირებდით მაინც და ვითხოვდით რომ ვასპონსორებთან თვითონ გვასპონსორებს. ანუ რო გავძარცვათ ეგენი ხო ამაგ ხო წავიღებთ ოქროს. აი რა, ნუ ბოდიალო. რა ვიცი, მაგათთვის კარგია ახლა ვახსენებდით საიდან წავიღეთ ოქრო და სპონსორობაში ჩაიწყდებით. ვაიმე, ფორიუზე გავარდა ჩვენი ვიდეო. რა სამა ჩვენი? რა მაგარია! 10,000 კაცი. ძალიან მაგარია. ოპა რა დრო სეიფი აგირტიპა ლომი დამირთხა ბიჭო! ლომი დამირთხა! ლომი მადლობა ღმერთო! სხვათა შორის ჩემო ერთგულო გამომწერებო, მინდა გითხრათ რომ აქ მოპარულ ყველა ნივთს გავათამაშებ შემდეგ ლაივში. დიახაც. აბა ეხლა ერთი 10 ასეთი ლომი და სეიფის დედაც ვატიგე რა. აი ბიჭო. მიდით ხო. მეგობრებო, ასევე გვექნება სეიფის unboxing-ი, ანუ განხუთვა, თუ რა თქმა უნდა, საპატიმროში არ გადაგვიყვანეს, ხო? მაგრამ თუ გადაგვიყვანეს, არა უშავს, მაგაზეც არ ინერვიულოთ, უბრალოდ კომენტარებში დაგვიწერეთ, რა ნივთი გესიამოვნებათ, რომ გავაკეთოთ პურისგან ზონაზე. აუ რაღაც მოვიწყნე და ხო არ წავიდეს ბინიდან. აუ რატო? აუ რა ვიცი რა, ისეთი ბანზინური მონოტიპის ბინას გავს, რომ ამას წესით ერთი 30,000 გამომწერიც არ ეყოლება TikTok-ზე რა. ვაიმე, კაი რა, შენ რო 400,000 გამომწერი ყავს, იმიტომ არ გაგ დამპალი კუჭი შაურმის. ვაი, შეგველო შენ, დიდი ხანია წამწამების ლამინირებას აღარ ვაკეთებ და აღარ ვაბარტერებ არაფერს. countdown. დავიწყდა ამას. მოიცა რა, თან საქმე. გაიხარე მარიამ 1 2 3. სხვათა შორის კომენტარებში ხშირად მეკითხებიან, რა დაგვაქვს, როცა ბაითის გასატეხად მივდივარ და დადგა ის დღე, როცა ამ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს ჩემო მეგობრებო. ძალიან მაგარია. მაცადე. ჩვენ სულ დაგვაქვს ერთი დანა, ცეცხლსასროლი იარაღი, ნიღაბი, შავი ტანსაცმელი და სეიფის ასაფეთქებელი ნივთიერება. ასევე ეს ხელის კრემი, ბაობაბი, რომელიც ხელს უფრო რბილს და ნასხდის. ასევე აქვს არაჩვეულებრივი არომატი და თვალის მომჭრელი ბზინვარება. მადლობა მას სპონსორობისთვის, ხო დათუნა, სპონსორობისთვის. მოგესალმებით ჩემო ერთგულო გამომწერებო. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ბანკში, სადაც მიმდინარეობს ძარცვა. აგერ დამწერლები. ჩვენ ახლა მას დავაკავით და გადავიყვანთ კაფეზე, სადაც მაგრად ვცემთ. მეგობრები. და ისე გამოვიყვანთ ყველაფერს, თითქოს აქ მიიღეს დაზიანებები. დარჩით და მიყურეთ შემდეგში. აბა დროზე დაყარეთ იარაღები და ჩავვარდით. ვაიმე, არ მინდა ციხეში. ბოდიში. არ მინდა ციხეში. ბატონო პოლიციელო, ეხლა თქვენ ლაივში იყავით? დიახ. გიყვართ TikTok-ი? მაგრად კი. ბატონო პოლიციელო, შეიძლება თქვენთან ერთად რამე ტრენდი გადავიღოთ? გეხვეწებით. აუ ხო რა. მომნიშნავთ ვერე? კი. აბა რა გადაპირებ, დათუნა ვარ. ნონა. რა მაგარი იქნება, მაგრამ მაგრად მიიღეს გაზიარება. გადავიღოთ? ოღონდ ბორკილები რო დაგადოდო, ისე ვიცეკვოთ?
აუ, მაგრამ ეგეც არ არის პრობლემა, მაგრამ ჯერ სანაბორკებს დაგვადებთ ერთი ტრენდი გადავიღოთ. დავაი. მოდით, აი აქ მოდით, ბატონო პოლიციელო. უყურე რას ვაკეთებთ, უყურე? აი აქ უყურეთ, ბატონო პოლიციელო. ეგარი! მადლობა. ძალიან მაგრად გავარდება ჩვენი ვიდეო, მეგობრებო, არ მოიწყინოთ, მალე იხილავთ ჩვენს ვიდეოს ჩვენს TikTok-ზე.